გიორგის მივესალმები ძალიან დიდი მადლობა რომ პასუხობთ ჩვენს კითხვებს რომელიც ამერიკაში ცხოვრობს, სწავლობს, ხომ ასეა? უკვე მუშაობ დავამთავრე. უკვე მუშაობს, კი ბატონო და ჩვენ ვილაპარაკებთ პირველ რიგში ამერიკულ სანქციებზეც კითხავთ, მაგრამ აი ახლა ბოლო პერიოდის პოლიტიკური კალენდარი როგორ არის შედგენილი? ერთი ეს არის რაოდენ გასაოცრად და მასშტაბში არ უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს, მაგრამ ერთი არის 29 დეკემბერი და ინაუგურაცია ქვეყნის შიგნით და 20 იანვარი და ინაუგურაცია შეერთებულ შტატებში. აი თქვენ როგორ უყურებთ ამ ორ თარიღს და მის მნიშვნელობას? 29-დან დაკავშირებით უფრო სალომე ზურაბიშვილი არის საინტერესო, იმიტომ რომ მისი გზავნილები ვნახეთ, მე არ ვიქნები ტიხანოვსკაია და გონსალესი. ხოლო ტრამპთან დაკავშირებით ჩვენ ვიცით ოცნებას როგორ აქვს ამაზე აგებული რაღაცა ნარატივი, კი ბატონო. 20 იანვრით დავიწყებთ მაშინ და ვიტყვი რომ რა თქმა უნდა მთელი მსოფლიო ელოდება 20 იანვარს, არა მარტო საქართველოს ხელისუფლება, თუმცა უნდა ითქვას რომ ეს ეგრეთ წოდებული ტრამპთან დალაგების მესიჯი უფრო შიდა აუდიტორიისთვის მგონია განკუთვნილი და ასე ვთქვათ უფრო აი რაღაცა ვთქვათ იმედის ნაპერწკალი ვიდრე რეალობა უფრო გაცილებით რთული იქნება, ხო? მრავალი საკითხიდან რომ გამოვყოთ, აი თქვა რატომ უნდა დაგილაგდეს ტრამპი? ხო, ყველაფერი რა ესეთი აკლდება ამერიკას, იმითი რომ საქართველოს არ ულაგდება, ხო? და პირიქით ამ ძალთა სხვაობაში ჩვენი თქვათ სურვილია და ჩვენ ინტერესში შედის, ხო, რომ ამერიკასთან დავლაგდეთ შესაბამისად თქვათ შემხდარი ნაბიჯები პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადადგას და თუ აქედან ისევ ის რიტორიკა იქნება რომ ჩვენ ორ ფეხზე ვდგავარ და თქვენ აქეთ უნდა ბოდიში მოიხადოთ და აქეთ ცუდად გვექცევით არანაირი ინტერესი ხო ხა დონალდ ტრამპს დაგილაგდეს არა აქვს და თუ არ დაგილაგდა ისიც ვაღიაროთ არაფერი აკლდება. აი ჩვენ ერთი გზავნილები გვაქვს აი ჩვენთვის დედა მამა აი რაღაც ამ ტიპის მათ ეთერებს რომ ვუსმენ ოცნების ლიდერების რაღაც ამ ტიპის ნარატივებამდე დადიან. აი დღესაც თუ უსმინეთ ხო აი deep state-ი ახსენა. deep state-ი ხო გლობალური ომის პარტია გახდა დღეს დაუშვა რომ შესაძლოა თუ deep state-ს გაუწევს წინააღმდეგობას ტრამპს. აი ესეც მე შევამჩნია ეს გლობალური ომის პარტია დღეს გახდა deep state-ი. ერთგვარ თქვათ ის ლექსიკონურ სინქრონიზაციასთან გვაქვს საქმე, რომ აი ჩვენც ტრამპის ენაზე ვლაპარაკობთ და ესეც რომ განვარტოთ თქვათ რა არის ეს deep state-ი. deep state-ი ეს არის თქვათ ამერიკის მემარჯვენე და კონსერვატიულ წრეებში მოარული აზრი, რომ ამერიკის სახელმწიფო სტრუქტურებში არის ეს ხო ჩამუდებული ბიუროკრატია, რომელიც არ ემორჩილება არჩეულ ლიდერებს, მათ საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს იღებს ხანდახან და აქვს თავისი დღის წესრიგი და განსაკუთრებით ეს დისკურსი გააქტიურდა მას შემდეგ, რაც ტრამპის უაცხადებს, რომ მე მებრძვიან, ბიუროკრატია მებრძვის, მე ასე არ მემორჩილებიან, საბოტაჟს მიწყობენ და ასე შემდეგ და ეს უნდა გამწვიდო ეს deep state-ი. და ეს დღევანდელი მესიჯით ეს თქვათ ამ ტრამპის თუ მესიჯზე გადასვლა, რომ აი ჩვენ საერთო მტრები ყავს, ჩვენს deep state-ი გვებრძვის, თქვენს deep state-ი გებრძვით. რამდენად რეალობასთან ეს საერთო ეს სხვა საკითხია, უბრალოდ რომ განვარტოთ რატო გადავიდნენ თქვენ ამ მესიჯზე, რომ ცდილობენ, რა თქმა უნდა, ცდილობენ დალაგდნენ. მათი მოლოდინების 20 იანვარზე აგებაში რამე რაციონალურ ხელშესახებს თუ ხედავთ თქვენ? რაც შეეხება მოლოდინებს ეგრეთ წოდებული დალაგება. კი ბატონო, შეიძლება ითქვას, რომ ალბათ საიდუმლო არ არის ორბანის იმედი აქვს, ალბათ იმიტომ ორბანს განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებს ტრამპთან. მეორეს მხრივ, ისიც უნდა ითქვას, რომ კონგრესში, რაც აქამდე ჩვენ წაგვიკითხავს, ორპარტიული კონსენსუსია ქართული ოცნების წინააღმდეგ და ჯერჯერობით მე ადამიანი არ მინახავს, რომ ქართულ ოცნებას სიტყვა შეაწევდეს. და ამერიკაში, რა თქმა უნდა, ეს ორასლოვანი ინსტიტუციური, თქვათ, სტრუქტურის ქვეყანაა და ასე ვთქვათ და საქართველოს ისიც ვაღიაროთ არ წარმოადგენს იმ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას როგორც არის ისრაელი, რომ შიდა დებატები ქონდეთ ამ ქვეყანას როგორ მოექცნენ. შესაბამისად დიდი ალბათობით ეს ბიუროკრატიული ინერცია და ის ქაღალდები რაც საქართველოსზე ვთქვათ წინა ადმინისტრაციისგან დახვდებათ, ხო, პირდაპირ ვთქვათ, მეტნაკლებად იმას გააგრძელებენ თუ რაღაცა ჩვენ არ ვიცით და ამათ რაღაცა განსაკუთრებული ჯოკერი აქვს, რომელიც ჩვენ არ ვიცით, მაგრამ მგონია რომ არ არსებობს ეგეთი ჯოკერი. შეიძლება იყოს მათი ჯოკერი? ეს ვთქვათ, კი, ან არ ვიცი. ხო, სიტყვას შეაწევს ორბანი, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ტრამპიც ხო ორბანს კი არა, საერთოდ არავის არ უსმენს, როცა უნდა და შესაბამისად უცებ ესე ამერიკის ხელისუფლების ქმედებების მოტრიალება ისე რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ საქართველოს ხელისუფლებამ შემხვედრი ნაბიჯები არ გადადგა. რა შეიძლება იყოს ეს შემხვედრი ნაბიჯები? ეხლა და შემოვიდეთ შიგნით, ქვეყნის შიგნით. ხო, შემხვედრი 29 დეკემბრის 29 დეკემბერს რაც შეეხება რა თქმა უნდა შედგება ინაუგურაცია და საქართველოს ისტორიას დავით ნარინი და დავით ულუ ახსოვს და კი ბატონო
მაგრამ ის და ამ ინაუგურაციაზე რო ვილაპარაკოთ, მოთხოვნა, ესეც ვთქვათ პირდაპირ, მოთხოვნა რომ მე მაღიარეთ, ანუ არ აღიაროთ პრეზიდენტი, არ აღიაროთ პარლამენტი, არ აღიაროთ პრემიერ-მინისტრი, რას ნიშნავს, ესეც განმარტოთ, ხო, ჯერჯერობით არც ერთი დავსავლური სახელმწიფო ამაზე არ მიდის და რატომ არ მიდის? იმიტომ რომ თუ არ ცნობ ხელისუფლებას, ნუ პირველი საელჩოებს რა მოსდით, ნუ შეიძლება საელჩოები დარჩნენ. მაგრამ მეორე ვიღას უნდა მოსთხოვო, ხო, ხელახალი არჩევნები, თქვა, თუ ყველაფერი არალეგიტიმურია. მესამე ეს ხო ყველა ხიდის დაწვაა, ხო? არ გაღიარებ, მერე რა ხდება? ხო, აი შემდეგ დღეს რა ხდება? ამაზეც ხო არის ფიქრი? ანუ ზურაბიშვილის ინტერვიუებით თქვენ გრჩება ჩთაბეჭდილება, რომ მისი მთავარი მოთხოვნა არის, რომ არავინ არ აღიაროთ ჩემს, მე ვარ მთავარი ხმა. ნუ ხო, ეგრე რჩება, იმიტომ რომ ხო არის განცხადება, რომ ყველაფერი არალეგიტიმურია და რახან პარლამენტი არალეგიტიმურია, პრეზიდენტი არალეგიტიმურია და მე ვრჩები ლეგიტიმურ პრეზიდენტად. კახი კალაძე და სალომე ზურაბიშვილი. ხო, აქ არის ესეთი კითხვა. ეს არის ურთულესი მოთხოვნა დასავლეთისთვის, იმიტომ ფაქტის წინაშე აყენებ, რომ პირდაპირ არა, იმიტომ ჯერჯერობით ხო ისა გვაქვს, არც თქვა, ხო, არც არ არის დასული წერტილი. არც ერთ ქვეყანას და არც ამერიკის შეერთებულ შტატებს არ უთქვამთ პირდაპირ, რომ ეს არალეგიტიმურია მრავალი მიზეზის გამო, ხო? თქვათ, არც ის უთქვამთ რამე ხიათ, რომ ეს ლეგიტიმურია. კი, და მრავალი მიზეზი არსებობს. ყველა ხიდის დაწვა, მერე რა ხდება? თქვათ ეუთოუდირს ჯერჯერობით ის თქვათ ტერმინოლოგია რა თქვათ ვენესუელის ან ბელორუსის წინააღმდეგ იყენებენ, არ გამოუყენებია ხო წინარე დასკვნა რაც აგვიკითხავს და საბოლოო დასკვნაში დიდი ალბათობით ხო იქნება აბზაცები რომელიც ოპოზიციას მოეწონება, იქნება აბზაცები რომელიც ხელისუფლებას მოეწონება. ხა რამე თუ არ შეიცვალა წინასწარ ვერ განჭრეთ. და შესაბამისად კიდე ერთხელ ვთქვათ რომ არ აღიარება ნიშნავს ყველა ხითის დაწვას. მე ხა ელჩის გაწვევა, საელჩო რჩება, ეს უკვე სხვა საკითხებია, შეიძლება დარჩეს. შეიძლება აქამდე მივიდეს. რახან გონსალეს ახსენებს ზურაბიშვილი, მაშინ ვენესუელის მაგალითზე იქ წავიდა საელჩო. ოღონდ აქ თქვა რომ მადურომ გაწყვეტა დიპლომატიური ურთიერთობა ამერიკასთან და საელჩო არის ბოგოტაში, კოლუმბიის დედაქალაქში. შესაბამისად ეს არის ურთულესი ნაბიჯი განსაკუთრებით ეხა ამერიკას ხო ხედავთ ამ სანქციებითაც ხედავთ რომ ძალიან ეტაპობრივი გამიზნული და ქირურგიულად დამიზნებული ნაბიჯები აქვს ხო არც 14 კაცი სანქცირდება 125 2 და მიზანმიმართულად მიდიან წინ და შესაბამისად ესეთი მოთხოვნა რომ არავინ არ აღიაროთ არის ჯერ ხო ესკალაცია ამერიკის მხრიდან და შემდეგ ფიქრი რა ხდება მეორე დღეს მაგალითები გვაქვს ხო თქვა აი სირიაში საერთოდ არ აქვს ხო ხაიათ ტახრილ-ალ-შამს ლეგიტიმურია მაგრამ ელაპარაკებიან რომ რეალური ძალა ადგილზე არის ეს ორგანიზაცია კი ბატონო არ აღიარებენ მადუროს მაგრამ როცა ბენზინი ჭირდებათ როცა თქვა ვიღაცა რაღაცა ჭირდებათ სანქციებსაც უსხსნიან მის ნათესავებს და ელაპარაკებიან და რეალურად ხო უნდათ არ უნდათ ჯერჯერობით ქართული ოცნება ხელისუფლებაშია და მოუწევთ მათთან ლაპარაკი. კი ბატონო, ფიზიკურად როგორ წარმოგიდგენიათ პროცესი 29 დეკემბრის, ანუ შეიძლება ასეთი სცენა დავინახოთ, რომ ზურაბიშვილი არ გადის ათონელის სასახლიდან. კი ბატონო, სავსებით შესაძლებელია და შემდეგ რა ხდება, რა თქმა უნდა, ხა პროგნოზირება რთულია. იოლი პროგნოზი არის ალბათ, რომ თქვათ არჩეული პრეზიდენტი სხვა სასახლეში შევიდეს, ან მართლა სასახლე ხო არ განსაზღვრავს, შეიძლება საერთოდ არ შევიდეს სასახლეში, ხო ფიცი დადო და ნუ მართლა სასახლე ხო არ არის ლეგიტიმაციის წყარო. და შეიძლება უბრალოდ დაელოდნონ, შეიძლება ასევე რახან ესკალაციის და დამაზიანებელი ნაბიჯების დიდოსტატები არიან, შეიძლება რაღაცა სისულელე გააკეთონ, რაც არ არის გასაკეთებელი და რაღაცა ისეთ ესკალაცია წავიდნენ, რომელიც საერთოდ არ არის საჭირო. შესაბამისად, ძალიან რთულია პროგნოზირება. ძალის მეშვეობით ხო, რაღაცა. ხო, არ ამგონია, მაგრამ 28 ნოემბერსაც ხო არ ვიფიქრებდით რომ იზამდნენ და შესაბამისად კი ბატონო, ეხლა რა შეიძლება, აი როგორ უნდა იყოს, როგორ ხედავთ თქვენ პროცესების განვითარებას. ეხლა ორი მთავარი გზავნილი არსებობს. ოპოზიცია, რომელიც დროდადრო ახერხებს რაღაც 4-ეულის ერთ განცხადებაში მოქცევას, თუმცა მე მაინც მეჩვენა ზურაბიშვილის დღევანდელი სენატში პასუხიდან, რომ ის არის ანუ ოპოზიცია შეიძლება კი არის ამ მოთხოვნებში, ამ პროტესტის ეს თქვათ თანაზიარი, მაგრამ ამ პროტესტის მონაწილეებს იქ ჩემი კოლეგები, რომლებიც დილდან საღამომდე იქ არიან, იქ განწყობების შესახებ არ არის იქ ივანიშვილთან ერთად ოპოზიციაზეც არ არიან დიდი გადასარევი აზრის, მოკლედ რომ ვთქვათ. ამ პროტესტის ხმად უფრო ზურაბიშვილი შეიძლება ჩაითვალოს, იმიტომ რომ მისი მისვლა იქ უფრო ემოციურია ხოლმე, ვიდრე ახლა რომელიმე ოპოზიციონერი. კი ბატონო, შეიძლება მაღალი დაბალი ახლა
არ არის ეს ხალხი მთლად ისეთი, ახლა შეიძლება პრემიერმა ჩაიაროს, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ მაგრამ რეალურად ისიც უნდა ითქვას, რომ პოლიტიკურ პროცესს ჭირდება პოლიტიკოსები. კი ბატონო, ხალხი, მაგრამ ნებისმიერ პოლიტიკურ პროცესს სუდი, კარგი, დამსახურებელი, მაგრამ პოლიტიკური ელიტა სჭირდება, იმიტომ რომ რეალურად ხო ეხა მართლა ხალხი და ეს ხალხო ვიღაცა უნდა წარმოადგენდეს, იგივე მოლაპარაკებების მაგიდაზე, იგივე ყველა გადაწყვეტილებაში ხო ეს ხალხი ხო კრებსითია, ხო შეუძლებელი 10,000 კაცმა რაღაცა ერთდროულად გააკეთოს. იქ საჭიროა ელიტა და რაღაცა. შესაბამისად მე მესმის ეს, რა თქმა უნდა, ეს ემოცია, რომ ან პოლიტიკოსები არ მოგწონს, ან პოლიტიკოსები არ გვინდა და ნამდვილად ნაკლულია ქართული პოლიტიკური ელიტა. რაც არის ის არის, მაგრამ ახლა პოლიტიკოსების გარეშე პოლიტიკური პროცესი ნამდვილად არ ეს უნდა გადაიზარდოს პოლიტიკურ პროცესში. არის თუ არ გადაიზარდა, რამდენი ხანი შეიძლება, ხო? ქვეყანა იყოს კრიზისში, როდესაც თქვა პარლამენტი ოპოზიცია არ აღიარებს პარლამენტს, პრეზიდენტი დღის მოქმედი პრეზიდენტი არ აღიარებს პარლამენტს, პრემიერ-მინისტრს და ახალ არჩეულ პრეზიდენტს და ასევე მოთხოვნა, რომ დასავლეთის მხრიდან რომ ცალსახად ერთი პოზიცია დაიჭირეთ და ჯერჯერობით როგორც ხედავთ, ორი თვეა დასავლეთი, რა თქმა უნდა, აკრიტიკებს სანქციებსაც აწესებს, მაგრამ აი ეს მოთხოვნები, რაც თქვა სალომე ზურაბიშვილს აქვს და ოპოზიციას, ცალსახად ჯერჯერობით არ იჭერს და ეს მოთხოვნებს არ იზიარებს თუ ესეთ განცხადებებს არ აკეთებს და როგორც უკვე თქვა, იმ გასაგები მიზეზების გამო რომ კი ბატონო, სანქციების პოლიტიკას მინდა ახლა კიდევ შევეხოთ, რომ ასე თქვა ყველა თემა გავიაროთ. ის რომ გომელაური და ხარებას მოადგილე, ხარება იყო უკვე დასანქცირებული, ეს თქვენ აღნიშნეთ, რომ რაღაც ქირურგიული, წერტილოვანი დამიზნებული სანქცია. ივანიშვილი არ არის ამ სიაში როგორც ბოლო. ის შეიძლება იყოს ბოლო, ანუ აი საბოლოო გაწყვეტის წინაპირობა. რაც მე ვთქვი, როგორც თქვათ, არ აღიარება, რომ ყველა არალეგიტიმური არის ხიდების დაწვა. თქვათ რეალურად ხო რომ ბატონ ივანიშვილის სანქცირება საქართველოში ნიშნავს ყველა ხიდის დაწვას, ხო, რა თქმა უნდა. შესაბამისად, ფრთხილობენ ამერიკელები, იმიტომ რომ ხო ხა ამერიკა და ამერიკის ხაზინის დეპარტამენტი არც ევროპარლამენტია და არც აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე სახელმწიფო, ხო, რაც მეტი ძალა გაქვს, მეტი პასუხისგებლობა გაქვს და შესაბამისად ხედავთ ამ ნაბიჯს და ამ გრადუალურ მიდგომას, ხო? ორი კაცი დაასანქცირეს შემოდგომაზე, ეხლა ოდნავ ერთი ნაბიჯით მაღლა ავიდნენ და ისევ ორი კაცი, ესე ვთქვათ, მართვადი ესკალაცია. ჯერ ასე ვთქვათ, სრულ იმაზე კარდბლანში არ მიუხედავად იმისა, რომ წარმავალი ადმინისტრაცია და მეტი ასე ვთქვათ, აი მაგაზეც ვიტყვი, წარმავალ ადმინისტრაციაზე 20 იანვრამდე. იანვარი ხა შეიძლება ბევრს გონია, რომ ახლა საქართველოს დასვენა ამერიკაში სამუშაო თვეა, 1 იანვრიდან სამსახურში გადიან და აი მაგალითი რომ მოვიყვანო 2021 წლის 11 იანვარს, ხო 9-დე ქონდა ტრამპის ადმინისტრაციას დარჩენილი კუბას აღუდგინეს ტერორიზმის სპონსორის სახელმწიფო სტატუსი, რომელიც ობამა მოუხსნა. რატომ? რომ მე ბაიდენს არ გაიელოებოდა თქვათ კუბასთან ნორმალიზაცია. შესაბამისად, რასაც ესენი კუბის მოქნევას ეძახიან, სავსებით შესაძლებელია, რომ 11 იანვარი იქნება თუ 19 იანვარი, რაღაცა სიურპრიზი იყოს. სავსებით შესაძლებელია ის, რომ მიდიან, ის რომ თქვათ იანვარი დასვენება და ასე შემდეგ ეს ყოველად თქვენ ვისვენებთ იანვარში, მაგრამ პროტესტიც არ ისვენებს, საახალწლო გეგმებია. ბიუროკრატიაც შემიძლია გითხრათ, რომ აი 25 დეკემბერს დაისვენებენ და შეიძლება 31 დეკემბერს დაისვენონ. არ ისვენებს ამერიკის ბიუროკრატია. აი პროდიუსერმა მახარა რომ რა იცი რომ ისვენებო, მეც არ ვიცი. ხო. და შესაბამისად, სიურპრიზები მოსალოდნელია, თუმცა პროცესის ანალიზს თუ გავითვალისწინებთ, ჯერჯერობით ამერიკა მართვად ესკალაციას მიყვება, ხო? დააშავებთ, იქნება ვიზის გაყიდვა და მართვად ესკალაციას, საინტერესო შეფასება. წერტილოვანი სანქციები, მართვადი ესკალაცია. მადლობა გიორგი, ძალიან დიდი. ჩვენ კიდევ ერთი მარშიდან ჩავთავთ ახლა გვანცა ჩხიკვაძეს რეკლამის შემდეგ, მალე ვიქნებით